Zato არ დავიწყოთ. Სიდეხნის პაუზის შემდეგ ჩვენ საჭიროდ მივიჩნევთ, რომ საზოგადოებას გავაცნოთ ამორჩეველთა ლიგის სამოქმედო გეგმების და ჩვენი გადაწყვეტილებების შესახებ. ჩვენი ძალისხმევა რამდენიმე პრიორიტეტზე იქნება მიმართული. პირველი, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ გვინდა დიდი მადლობა გადაუხადოთ ყველა იმ ადამიანს, ვინც გამოეხმაურა ჩვენ ინიციატივას შექმნილიყო სოლიდარობის ფონდი. ეს ადამიანები არიან მზად, რომ დააფუძნონ ასეთი ფონდი, რომელიც ფინანსურად და სამართლებრივად დაეხმარება ყველა ადამიანს, მის ოჯახს, რომელიც იყო ან შეიძლება მომავალში გახდეს ამ რეჟიმის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი. ეს ფონდი იქნება კაფეო და ნათელი გამოხატულება, ძალიან ცხადი და ნათელი მაგალითი საყოველთაო სოლიდარობის, ურთიერთთანადგომის და შიშის დაძლევის ძალიან მძლავრი იარაღი. მეორე, ჩვენ არ ვენდობით ციების დაზუსტების სახელმწიფო კომისიას, ამიტომ ჩვენ გეგმავთ მოვიზიდოთ რესურსები, რომ ჩავატაროთ და განვახორციელოთ ალტერნატიული კარ-და-კარ აქცია და რეალურად გადავამოწმოთ ციები. ამისთვის ამორჩეველთა ლიგა აგრძელებს საკუთარი მძლავრი ინფრასტრუქტურის შექმნას მთელი საქართველოს მასშტაბით. სულ ერთ კვირაში გაიხსნება რაიონული ოფისები თბილისში, ხოლო სამ კვირაში ყველა დიდ სამხარეო ქალაქში. მესამე, ჩვენ გვეგმავთ საარჩევნო დღეს უაღრესად მასშტაბური კომუნიკაციის პროექტის განხორციელებას. ყველა საარჩევნო უბანი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა ამორჩევლისთვის. ეს ნიშნავს, რომ ხალხს უნდა მიეცეს საშუალება, რომ პირდაპირ მიადევნოს თვალი საარჩევნო დღეს, საარჩევნო უბანზე მიმდინარე პროცესებს. ეს პროექტი თავისი მასშტაბურობით და შინაარსით იქნება უპრეცედენტო პროექტი და ნოვაცია ქართულ პოლიტიკურ სინამდვილეში. და ბოლოს, რაც შეეხება ჩვენ ინიციატივას 28 აპრილს მსვლელობასთან დაკავშირებით. გამომდინარე იქიდან, რომ ამორჩეველთა ლიგის მიზანია ხელი შეუწყოს მიმდინარე და დაწყებულ პოზიტიურ პროცესს. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ინიციატივა უნდა იყოს საერთო, ერთობლივი, ყველასი ერთად და ამაში ამ აქციის მასშტაბურობა, ჩვენ ამ ორგანიზაციის დამფუძნებლება მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დროებით გადავდოთ 28 აპრილის მსვლელობა. ეს აქცია აუცილებლად ჩატარდება საჭირო დროს და საჭირო ადგილას. ამ აქციას ვერ ავწდებით ასეთია ხელისუფლების ბუნება, თარიღს მოგვიანებით გაგახსოვთ. დიდი მადლობა.